თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელი ხდება. დანიშნულების ადგილას ქვეითად უფრო მალე მიხვალთ, ვიდრე ტრანსპორტით როგორ უნდა მოხდეს გზების განტვირთვა, აქვს თუ არა თბილისის მთავრობას კონკრეტული გეგმა. პიკი საათი თბილისურად ნახეთ ლაშა მესხის სიუჟეტში. უკვე მესამე დღეა თბილისში საღამოს საათებში ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა კოსტავას, პეკინის, გელოვანის ქუჩებზე და სააკაძის მოედანზე. Საბჭოები ხრის ძალიან ბევრ პრობლემას. სამსახურში ვაგვიანებ რა პრობლემაა. გამოვდივარ ერთ საათს ადრე. რო არ დავაგვიანო. მე საშუალება ამას არ აქვს რანაირი. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ქალაქში. რატომ გართულდა თბილისში მოძრაობა და როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა? საკრებულოს წევრი და საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მთავარ მიზეზად ქალაქში ავტომობილების სიმრავლესთან ერთად მოუწესრიგება საგზაო ინფრასტრუქტურას ასახელებს. მერიის სამსახურებში არ მოიძებნება ისეთი რგოლი სამსახური, რომელიც პასუხისმგებლობას უბრალო ერთ ბანალურ ორმოს შეკეთებაზე აიღებს, სწრაფ შეკეთებაზე. დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობის მოსაწესრიგებლად სპეციალური გეგმა უნდა შემუშავდეს. ეს საკრებულოს უმცირესობის მოსაზრებაა. ვფიქრობ, აქ საქმე ჩვენ გვაქვს ღრმა არაპროფესიონალიზმთან. ტრანსპორტის სამსახურს უნდა ქონდეს კომუნიკაცია ინფრასტრუქტურის სამსახურთან. ძალიან კარგად და ძალიან მუშა რეჟიმში თითქმის ყველა ინფრასტრუქტურულ საკითხზე და განსაკუთრებით საგზაო სფეროში ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ. ასე რომ დისკომუნიკაცია ეს უბრალოდ ყვილია და მეტი არაფერი. წანისის შინდისის მიმართულებით ალტერნატიული გზის შექმნა, რომელიც სწორედ საერთოდ განტვირთავს მეტი მოძრაობისაგან და შინდისიდან ჩამომავალი მანქანები უკვე ახალი გზით 2015 წლის ბოლოს ისარგებლებენ. კიდევ ერთი სადაო საკითხი პუშკინის ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობა. დედაქალაქის მერი ფიქრობს, რომ ქუჩის ორ მხრივად გახსნა ქალაქის ცენტრში საცობებს განმუხტავს, რასაც ალეკო ელისაშვილი არ ეთანხმება. საცობები ერთ-ერთი ძალიან მწვავე პრობლემაა ქალაქისთვის, რისთვისაც ჩვენ პირველ რიგში ვგეგმავთ კვლევის გაკეთება სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო პროექტი ამ თვალსაზრისით იქნება პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, თუმცა გვესმის, რომ ეს არასაკმარისია, თუმცა აუცილებელია, ამიტომ სხვა ღონისძიებებსაც დაკავშირებულად დავგეგმავთ. არც მოგვარებს პრობლემას პუშკინის ესტაკადა ამდენად უფრო სერიოზული მიდგომაა საჭირო, უფრო საპასუხისმგებლო მიდგომაა საჭირო. ამასთან დაკავშირებით და ეს სერიოზული მიდგომა უნდა აისახებოდეს ბიუჯეტში. სპეციალისტების აზრით მოძრაობის შეფერხებას ავტომობილების სიმრავლესთან ერთად ხშირ შემთხვევაში მძღოლების დაუდევრობა და მოძრაობის წესების დარღვევაც იწვევს.